ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად 2026-27 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება შეიზღუდება. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში ინიციატივას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური უნარების გაუმჯობესებასა და მათ სოციალიზაციას. Ministris მიერ ბრძანებით დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი წესი, რეგულირების ახალი წესი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების მხრიდან საგაკვეთილო პერიოდში, დილის პირველი გაკვეთილის დასაწყისიდან ბოლო გაკვეთილის დასასრულამდე მობილურების ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შეზღუდვას. ჩემთვის ახალი კანონი მისაღებია, რადგან ზოგადად დასვენებებზეც კი ტელეფონი, ხელსქვეში და სხვა კომუნიკაციებში ახლობებთან, მეგობრებთან და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახებოდა ჩვენზე, ასე რომ ეს კანონი აუცილებლად შესვლის ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ახალი გარემო და ახალი წელი უფრო უკეთესი იქნება სოციალური მიმართულებით და სოციალური კომუნიკაციების კუთხითაც.